საშიში ამბების მოყვარულთათვის კიდევ ერთი ძალიან საშიში, რეალური ამბავი. ყველაფერი ურალის მთებში 1959 წელს მოხდა. გამოცდილი ძალიან ათლეტური სპორტსმენებისგან შემდგარი ჯგუფი ურალის მთებში სალაშქროდ გაემართა. რაღაც პერიოდის შემდეგ მათთან კონტაქტი დაიკარგა. რა თქმა უნდა, მალევე სამაშველო ჯგუფი გაემართა მოლაშქრეების მოსაძებნად. ბევრი ეძებეს თუ ცოტა მათ კვალს მიაგნეს. ერთ მოშიშვლებულ ველზე მოლაშქრეების კარვები იყო გაშლილი. უცნაური ის იყო, რომ კარვები ერთგვარად დახეული იყო. როდესაც მაშველებმა კარვებში შეიხედეს, იქ საზარელი მდგომარეობა დახვდათ. ერთ-ერთ მოლაშქრეს თავის ქალა ახდილი ჰქონდა. მეორე გულმკერდის არეში სრულად დალეწილი იყო, ხოლო ერთ-ერთ ახალგაზრდა გოგონას ენა და თვალები ჰქონდა ამოგლეჯილი. მაშველებმა და გამომძიებლებმა გარშემო უცნაური ბევრი კვლევის მიუხედავად ვერაფერი ნახეს. თუმცა შემდეგ ადგილობრივებისგან ლეგენდა მოისმინეს, რომ იმ მიდამოებში, ანუ ურალის მთებში, გაუგებარი მოვლენები ხდება, რომელსაც არადედამიწური ძალა წარმოქმნის. საუბარია არსებაზე, რომლის სახელი ჯერ კიდევ უცნობია, თუმცა მე ვარაუდობ, რომ შესაძლებელია ეს იყოს რეიკი, რომელიც ურალის მთებში ბუდობს. დაწერეთ კომენტარებში, რა შეიძლება ყოფილიყო მომხდარი ფაქტის მიზეზი.